წესიერი კაცი გამოდგა ის ჩხარდიშვილი ექსპერტი და გითხრათ რომ შემოულაწუნეთ გებუაძეს არ მიუღია არანაირი მსუბუქი დაზიანებაც კი და სანაცვლოდ მზიას ხეულზე დაზიანებები ჰქონდა. მეტი რაღა უნდა გითხრათ და როგორ უნდა აგიხსნათ სპეციალისტმა რომ თავდასხმას რომ ტენით ჩვენს კოლეგას და ტყვეობაში გყავთ წინამდვილეში ეგ არის ადმინისტრაციული წესით ადამიანის შეურაცხყოფა და დაგეჭარიმებინათ, მაგრამ რის რუსები იქნებით, რომ რეჟიმის დავალება არ შეასრულოთ და წყდაობაში არ გყავდეთ ჟურნალისტი და დაფუძნებელი მედიის. თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! უსამართლო სასამართლო! მოგესალმებთ კიდევ ერთხელ ბათუმელების პირდაპირ ეთერში თქვენ ხედავთ ფასადონებს შეძახილებს და რეაქციებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სადაც ამ წუთებშიც გრძელდება მზია ამაღლობელი საქმის განხილვა. დღეს ექსპერტის ჩვენება მოისმინა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა და სწორედ ახლა ამას აჭრებდა გელა მთიულიშვილი. გელა, უფრო მეტი რო უთხრა ჩვენს მაყურებელს, რა მოისმინეთ ექსპერტისგან, რა თქვა მან სასამართლოს პროგნოზზე. გახდა სრულიად ნათელი და ცხადი წესიერი კაცი აღმოჩნდა ეს ექსპერტი. სიმართლე გითხრათ, ამ ექსპერტს დავაკონკრეტებთ. მან შეამოწმა ირაკლი დგებუაძის ჭამთველობის კონექტორ დაზიანება, ხო, სირის გაწვნის შემდეგ. რომ ასეთ სიმართლეს აღარც კი ველოდით სახელმწიფო რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან და მართლა წესიერი და პატიოსანი კაცი აღმოჩნდა ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი, თუ სწორად მახსოვს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ადგილობრივი ექსპერტი ყოფილა, რომელმაც თქვა, რომ მან შეამოწმა როგორც ირაკლი დგებუაძე მზიას მიერ სილის გალაწუნების შემდეგ, ასევე თავად მზია შუაში რაღაც ინტერვალი იყო, ჟღერდგებუაძე შეამოწმა, მერე მზია და პირდაპირ თქვა, რომ არანაირი დაზიანება, არანაირი მსუბუქი ხარისხის ირაკლი დგებუაძეს არ აღენიშნებოდა პროკურორი გოგეშვილი სანქცირებული რომ არის თორდიკ გოგეშვილი რომელიც მზია ამაღლობელი საქმის პროკურორია. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა რომ ეთქმევინებინა ექსპერტისთვის რომ აი სიწითლე ხომ მქონდა და პირდაპირ სიტყვა სიტყვით ცხადად განუმარტა რომ სიწითლე არის ძალიან პერსონალური ამბავი და ის არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი. ანუ მე შემიძლია ლოყა ვიჩქმიტო, გავიწითლო სახე და მე ვინმეს ვაბრალო რომ იძალა დადგო. ანუ ექსპერტი ამას ხაზგასმენდა კატეგორიულად რომ არანაირი დაზიანება ირაკლი დგებუაძეს არ ქონია. არანაირი დაზიანება ირაკლი დგებუაძეს არ ქონია სანაცვლოდ სამწუხაროდ პოლიციელებისგან დაკავების პროცესში და მერეც მზიას ჰქონდა არაერთი სისხლნაჟღონტი და 나ჭადევი, რასაც ილაპარაკა ექსპერტი. ამავე ექსპერტმა დაადასტურა დაზიანება მზია ამაღლობელის სხეულზე. დაზიანებები და კიდევ გაირკვა რომ რაც მას დაკავების შემდეგ ჩაუტარდა, ხო? ექსპერტიზის დასკვნა ჩაუტარდა მზიას დაკავების მეორე დღეს ის ექსპერტიზა და დასკვნა დაიდო ერთი თვის შემდეგ და მთელი ამ ერთი თვის ინტერვალში და განმავლობაში მესამე დღეს ხომ მზია უკვე ციხეზე გაუშვეს, ხო? პატიმრობა როცა შეეპარდა, სადაც პენიტენციური სამსახურის სპეციალისტებმა ის შეამოწმეს და აღმოჩნდა რომ მთელი ეს სისხლნაჟღენტები, რაც მზიას აღმოაჩნდა მარცხენა მხრის და კიდე რაღაც სხეულის სხვა მიდამოებში, დააფიქსირას პენიტენციური სამსახურის ამ ციხის სპეციალურმა წარმომადგენლებმა რა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნა ჰქონდა პროკურატურას, ვიდრე ექსპერტიზამ დასკვნა არ დადო, ეს დასკვნა ექსპერტიზას არ მისცა. აი ეს დასკვნაც რომ მიეცა ექსპერტიზისთვის, რაც მზიას პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოუჩინეს დაზიანებები, ის ექსპერტიზის დასკვნა მზიას მიმართ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ყოფილიყო და უფრო ობიექტური, მაგრამ დამალეს, იმიტომ რომ რუსები არიან და დამპალი რეჟიმის დავალებებს ასრულებენ. ეს გელა მთიულიშვილი იყო ჟურნალისტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. თქვენ ხედავთ მოქალაქეებს ასევე რომლებიც არიან შეკრებილი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და თვალს და აქედან ეხმაურებენ ამ სასამართლო პროცესს შეძახილებით, თქვენ გესმოდეთ ცოტა ხნის წინ შეძახილებით. ისინი თავდაპირველად სასამართლო დარბაზის ქვემოთ შეიკრიბნენ და იქიდან აჭრებდნენ მეგაფონიდან შეძახილებს, მაგრამ მათ მოუწოდათ მანდატურის წარმომადგენლებმა, რომ უნდა დაშორებოდნენ დისტანციურად დაიცვათ სასამართლოს შენობასთან, ზოგადად შემთხვევაში გამოიძახებდნენ პოლიციას და ზოგადად ამის შემდეგ აქ აქციის ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ხართ მზია ამაღლობელი საქმის მოსამართლე და იცოდეთ რომ რეჟიმი რომ შეიცვლება იმ დარღვევებზე, იმ გაყალბებული ოქმების დაკანონებაზე, მზიას უკანონო დაპატიმრებაზე, 4 თვიან პატიმრობაში რომ გყავთ ეხლა ასევე უკანონოდ და რუსული რეჟიმის დავალებებს ასრულებთ, ჩვენი კოლეგა რომ ციხეში გამოამწყდიეთ, პასუხს მოგთხოვთ აუცილებლად
ვიდრე ვართ ამ ქვეყანაში და ვარსებობ თავისუფალი ჟურნალისტები, ძალიანაც კი გუნდათ ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს რომ მოკვდოს, მოკლეს და გაგვაქროს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ვერ ეგირსებით. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი და ვერ გაიხარეთ დამუკანონების კეთებით. ყოველთვის შეგახსენებთ თემ ცხოვრება ვიდრე ცოცხალი იქნებით და სადმე იმუშავებთ და არ იმუშავებთ. რომ თქვენი ხავით მზია ამაღლებელის საქმის მოსამართლე და თქვენს კისერზეა უამრავი უკანონო გადაწყვეტილება, ეს დაიმახსოვრეთ. ყოველთვის იქნებით გაზეთის პირველ ფურცლებზე, ტელევიზიების ეთერებში და ასე შემდეგ. თქვენც და ეს პროკურორებიც, რომლებიც გაყალბებული საქმით რუსულ დაკვეთას ასრულებენ. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თვალსაჩინო ეს ციალა კათამიძე იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ ასე გესმის ლარა ქარცევაძის შეძახილები სტუდენტის რა შეგიძლია გითხრა რას ამბობს თქვენთვის ეს საქმე განსაკუთრებით ირაკლი გებუაძის ჩვენების შემდეგ და დღეს უკვე ექსპერტმა დაადასტურა რომ არანაირი დაზიანება ირაკლი გებუაძეს ამანდატურებს რო აგრავით რომ 20 მეტრი და რადიუსი რომ გვიხაზავთ დარბაზში ყოველი სასწაული მოხდა რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი გებუაძის მოყვა ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც ესე სიმართლეს არასწორების არგუმენტები მზიას უსურვებს მეომრას და აუცილებლად აღწევს ამ რეჟიმს თავს და აუცილებლად გამოაჩენს სახელმწიფო მოსამართლე მადლობა კარცევაძე იყო ესე გალაფთილიშვილი მიმართა ჟურნალისტი მოსამართლე არ მოგეშობით ყოველთვის გეტყვით ამას ყველგან არ დაგავიწყდეთ მზია მალე იქნება გარეთ აუცილებლად იმიტომ რომ რეჟიმი ბოლო წუთებს დაითვლის მალე თქვენც მათ შორის ვერანაირ პირობებში ამ ქვეყანაში როცა დემოკრატია დაბრუნდება თქვენ ვერ იქნებით მოსამართლე არავინ მოგცემთ ამის უფლებას პირველ რიგში კანონი იმიტომ რომ კანონს არ ჭირდება დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას არ ჭირდება თქვენნაირი მოსამართლეები ნოტარიუსები ჩასწახე ამოსახე მოაწერე დაარტყი ჩაკუჭი ვისაში ჭირდება თქვენნაირი მოსამართლე თქვენნაირი მოსამართლეების გამოა მზია ამაღლობელი დღეს პატიმრობაში და კიდევ 50 უკანონო პატიმარი ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები რომლებსაც ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუგდეს ჯოხი მესროლაო ვიღაცა იძახის როგორ ჩემო ულაწუნიაბობთ კივილი განვითადეო და ასე ყავთ დაპატიმრებული ხალხი რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიას თითოეული ჩვენ იცავდა და თითოეული ჩვენ გარის ევროპული მომავლისთვის წინახარზე იბრძოდა მზიას თამადობით და თქვენ ახლა ასრულებთ რუსული რეჟიმის დაკვეთას და ამით აუცილებლად მოგიწევთ ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიის პირობებში პასუხისგება არ დაგავიწყდეთ ეს და ვერავინ აგვიკრძალავს ლაპარაკს ვერც მე ვერც სხვა ჟურნალისტ და ვერავინ ვერც ერთ ადამიანს ვინც ათვართ მზიას მხარდასაჭერად მისი თავისუფლებისთვის არ გოშინია თქვენი არ ტყით ის ჩაკუჭი რამდენჯერაც გინდათ გორისპედით გელამთიულიშვილს ჟურნალისტს ორადაც მიმართავდა მოსამართლე ნინო სახელაშვილს რომელიც განხილავს ამ წუთებში მზია ამაღლობელის საქმეს ეს არსებითი განხილვის ერთ-ერთი სხდომა სადაც დღეს მოусმინეს ექსპერტს რომელიც ჩაატარა ექსპერტიზა მზია ამაღლობელის საქმეში და როგორც ახლა ჩვენ გელამთიულიშვილი გვიყვებოდა ექსპერტიზამ დაადასტურა რომ არანაირი ჯანმრთელობის დაზიანება ირაკლი გებუაძეს არ აღენიშნებოდა სხეულზე როგორც ცნობილია სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციაზე თავდასხმას ასევე როგორც დადგინდა იგივე ექსპერტიზით სწორედ მზია ამაღლობელის საკავების შემდეგ თვითონ მზია ამაღლობელის სხეულზე არის დაფიქსირებული დაზიანებები რასაც ადასტურებს ექსპერტი რომელიც დღეს ჩვენება მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს
გრძელდება მზია ამაღლობელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს არსებითი განხილვის სხდომაა. ჯერ კიდევ იკითხებიან პროკურატურის მოწმეები. დღევანდელ სხდომას ხდაშორის ესწრება როგორც ევროპარლამენტარი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. დღევანდელ სასამართლო პროცესს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი, ასევე შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი მარდისალუ კაჰარი და გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. სწორედ ისინი ეხლა სასამართლოს მეორე დარბაზში არიან, აი მეორე დარბაზში, მეორე სართულზე, ყველაზე დიდი დარბაზია ბათუმის საქალაქო სასამართლოში და სწორედ აქ იმართება მზია ამაღლობელი საქმის განხილვა. ბუნებრივია დიდია ინტერესი და ბევრ სურს რომ დაესწროს ამ სხდომებს. და მათ შორის დღეს ელჩებიც კი და ევროპარლამენტარიც კი ესწრება აი ამ სასამართლო საქმის განხილვას. ძალიან მკაფიო იყო ელჩების და ევროპარლამენტარის შეფასება მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია საქმე აჩვენებს რომ დემოკრატია საფრთხეშია. ასეთი ძალიან მკაფიო და კატეგორიულია შეიძლება ითქვას ავსტრიელი ევროპარლამენტარის ლენა შილინგის შეფასება. ვრცლად მის შეფასებას თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმელების და ნეტგაზეთის ვებგვერდებზე. მე გიკითხავთ ციტატას ევროპარლამენტარის შეფასებიდან. ჩვენ გავისაუბრეთ ევროპარლამენტარს, ვიდრე დაიწყებოდა სასამართლოს სხდომა. მან თქვა, რომ მზია საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, რადგან ეს პოლიტიკური საქმეა უმეტეს ქვეყანაში, ეს სიცხლის სამართლის საქმე არ იქნებოდაო. ასეთი იყო ევროპარლამენტარის პოზიცია. და მისი კომენტარი მზია ამაღლობელის საქმეზე. კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა. მან თქვა, რომ განსაკუთრებულია ეს ინტერესი, რადგანაც საქმე ეხება ჟურნალისტს და პრესის თავისუფლების საკითხს. დასრულდა რა? შესვენება. როგორც გავიგე, შესვენება გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. და ისევ გაგრძელდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. გერმანიის ელჩი ასევე ხედავთ ჩვენ სასამართლოს ფოიეში, რომელიც ესწრება დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას. როგორც უკვე გითხარით, ელჩები ესწრებიან ამ საქმის განხილვას. მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესს და ასევე ევროპარლამენტარი. სასამართლოს სხდომის პარალელურად სასამართლოსთან არიან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც მეგაფონით იმართავენ მოსახლეობას, რომელიც განიხილავს მზია ამაღლობელის საქმეს. ეს ჟურნალისტი გელა მთიულიშვილია.
რომელიც სასამართლოსთან ეხლა ესე ახმოვანებს თავის გზავნილებს და მიმართავს მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მოსამართლეს, რომელიც არის დასანქცირებული, სწორედ ზიამაღლობელი საქმეზე, იმის გამო, რომ მან დაარღვია ჟურნალისტის უფლებები, ასეთია მაგალითად ესტონეთის მთავრობის შეფასება, რომელმაც მიიღო განუწყვეტილება ნინო სახელაშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. საპატრულოს ახალი მანქანები და ბენზინიდან ავთი კულკარში ხედავთ ის გერმანიის საქართველოში პეტერ ფიშერს, რომელიც ესწრება დღეს მზიამაღლობელი საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თუმცა რამდენიმე წუთით ახლა გამოცხადდა შესვენება. და როგორც ვთქვი, ისე უბრუნდებიან მხარეები სასამართლო დარბაზს. გამარჯობა. Oddiși juba, რამდენიმე წუთი შეიძლება? რა ეტაპია? კარგი. ჯუბა რა ხდება სასამართლოს ლომის დარბაზში რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს დღეს მოისმინეთ ექსპერტის ჩვენება ხო? მოწმე ექსპერტი დაიკითხა დღეს და ექსპერტმა დაადასტურა ის რაც დასკვნაში დაწერილი იყო ის რომ დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ ქონია ექსპერტიზამ რაიმე ობიექტური დაზიანების კვალი ვერ იპოვა დგებუაძის სახელზე და შესაბამისად თავდასხმა გამოგონილია საერთოდ ამ სისხლისამართლის საქმეში სისხლისამართლის მიზნებისთვის ის ინტენსივობა ის შედეგი ის საფრთხე სიცოცხლის მიმართ ჯანმრთელობის მიმართ ქონების მიმართ არ ყოფილა ას დაზიანება გვაქვს სახეზე და შესაბამისად საერთოდ არათუ თავდასხმის პოლიციაზე თავდასხმის 320 ამ მუხლის შემადგენლობა არ გვაქვს არამედ 126 მუხლის შემადგენლობაც კი არ გვაქვს ანუ ჩვეულებრივი ძალადობა ხო ფიზიკური ძალადობაც კი არ გვაქვს ერთადერთი რაც საქმეში გვაქვს დგებუაძის სიტყვებია რომ ეტკინა და თურმე სარკეში დაინახა რომ სიცოცხლე ქონდა სახელი რა თქმა უნდა დაკავშირებით ექსპერტმა როცა რომ მან ვერ დააფიქსირა ვერანაირი დაზიანება სიცოცხლეს და ტკივილს მე არ ვაფასებო არ შედის ჩემს კომპეტენციაში ესეთი რამე. ანუ შეუძლებელია რომ ეს შეფასდეს რაღაც ობიექტური კრიტერიუმი. ობიექტური გარემოება არ არსებობს საქმეში რაც შეაფასებს რეალურად იყო თუ არა ტკივილი და იყო თუ არა სიცოცხლე. აქედან გამომდინარე რჩება მხოლოდ გემბოძის სიტყვები რომ მას საერთოდ გაწეთებული და ეტკინა რაც ყველა ნორმალური სასამართლოსთვის და მინიმუმ საშუალო სტანდარტის სასამართლოსთვის კი არ არის საკმარისი მიზეზი და გამოყენებული განაჩენი დააყენეს. როგორ მოიქცევა ჩვენი სასამართლო ეს პროდუქტის ხო, ამის შემდეგ სამართლებრივი საფუძველი რა რჩება მოსამართლეს, როცა ესეთი კატეგორიულია ექსპერტის პოზიცია. რომ არანაირი დაზიანება, არანაირი ზიანი არ ქონია მას. ექსპერტს აქამდე დაწერილი ქონდა რომ დაზიანება ვერ აღმოაჩინა დგებუაძის ლოყაზე და შესაბამისად ამ ჩვენების მოსმენიშნ და მოსამართლისთვის წესით ბევრი არაფერი არ უნდა შეცვლილიყო. ერთადერთი განაჩენი რაც შეიძლება მან დააყენოს იმ ნაწილში რაც ეხება პოლიციაზე თავდასხმას არის გამამართლებელი განაჩენი. სხვა ნაწილში თუ კითხულია რომ სამართლებრივად მაინც გაკითხვადია ზიამაღლობელი
უზრუნველყოფის ქმედება შემდგომი შეფასების საგანია და შემდგომი მსჯელობის. თუმცა პოლიციაზე თავდასხმა და საერთოდ თავდასხმა როგორც ეს კატეგორია სისხლის სამართლით კანონმდებლობით განსაზღვრული სახეზე რო არ გვაქვს კიდევ ერთხელ დადასტურება. ხო, ეხლა რა ეტაპი არის გამოცხადებული შესვენება, როგორც ვთქვით, ხო? ამის შემდეგ ისევ დოკუმენტურ მტკიცებულებებს ვიკვლევთ, ვიდეო მტკიცებულებები გამოვაკლიეთ და ბრალდების მტკიცებულებებს უნდა მიდის ჯერ. ანუ ბრალდების მხარეს სხვა მოწმე არ წარმოუდგენია ხელმძღვანელობაზე. ხო არ მოხსნა მან რომელიმე მოწმე? არ გვაქვს ინფორმაცია თუ მოხსნის გავიგებთ ამას. კიდევ დარჩენილი რამდენიმე მოწმე, ხო, პოლიციელი, რომელიც უნდა გამოიკითხოს ამ სასამართლოს დონეზე. კი, რამდენიმე მიღბიანი პოლიციელი მოწმეა, არის ასევე გამოძიებელი, რომელსაც დოკუმენტები აქვს გარკვეული შედგენილი და თუ ჩათვლიან საჭიროდ რომ უნდა მოიყვანონ, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ და ყველა პოლიციელი ამ საქმეში მოწმე, სხვა ნეიტრალური მოწმე არ ყავს და ფაქტობრივად აი განსხვავებული ინფორმაციას მათგან ვერ ვერასდროს. ანუ ამ ეტაპზე გრძელდება პროკურატურის ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ხო? და შესვენების შემდეგაც ეს გაგრძელდება. მოწმე არ იქნება დღევანდელ. მადლობა ჯუბა კათამაძე იყო საიეს იურისტი, რომელიც ერთ-ერთი იურისტია, უფლებადამცველი, რომელიც იცავს მზია ამაღლობელის ინტერესებს. ვინც ახლა შემოვერთით ჩვენს პირდაპირ ჩართვას, მე გეტყვით რომ თქვენ ახლა კარგში ხედავთ გერმანიის ელს პეტერ ფიშერს, რომელიც ესწრება დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ასევე ესწრება ესტონეთის და შვედეთის ელჩები და ესწრება ასევე ევროპარლამენტარიც კი დღევანდელ სასამართლო განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს რომ დემოკრატია არის საფრთხეში, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტარის მთავარი გზავნილი შეიძლება ითქვას, ვიდრე სასამართლოს დარბაზში შევიდოდა ევროპარლამენტარი. ეხლა გამოცხადდა რამდენიმე წუთით შესვენება და ამ შესვენების შემდეგაც გაგრძელდება პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა. თუმცა დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა პროკურატურამ, ეს იყო ექსპერტი. ექსპერტმა დაადასტურა ძალიან მკაფიო გზავნილით, რომ არანაირი დაზიანება ირაკლი გებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსს არ მიუღია და ეს დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მოამზადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. ხოლო რაც შეეხება ტკივილის განცდას, რაც საუბრობს ირაკლი გებუაძე, ექსპერტმა თქვა, რომ ეს არის სუბიექტური განცდა და ობიექტური გარემოებებით შეუძლებელია ამის დადასტურება. თუმცა ხაზგასმით შეიძლება თქვათ, რომ დაზიანება, ჯანმრთელობის რაიმე სახის ზიანი, არც ერთი ხარისხის დაზიანება ირაკლი გებუაძეს ამით არ მიუღია. ასეთი მკაფიო და კატეგორიულია ექსპერტიზის დასკვნა. დარჩენილია პროკურატურის რამდენიმე მოწმის პოლიციელის გამოკითხვა, თუმცა დღევანდელ სხდომაზე სხვა მოწმე არ წარმოუდგენია, როგორც ჩვენ ახლა გავიგეთ ადვოკატისგან პროკურატურას და გრძელდება პროკურატურის სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა. ასე უცნობია მოხსნის თუ არა დარჩენილ მოწმეებს ბრალდების მხარე, მას ამის უფლებაც აქვს, ესეც მხარის საპროცესო უფლებაა, რომ შეიძლება მან უარი თქვას კონკრეტული მოწმეების დაკითხვაზე. ჯერ კიდევ ამ ეტაპზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის წინა პროცესის სასამართლო მოისმინა ირაკლი გებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსის ჩვენება. მან ასევე პრაქტიკულად დაუდასტურა სასამართლოს ის, რომ რეალურად კადრები, რომელშიც ჩანს, რომ სადაც პროფესორად ისმის, რომ ირაკლი გებუაძე აგინებს და ემუქრება სისხლის სამართლით დაგიჯერო მზია ამაღლობელს, ირაკლი გებუაძემ დაადასტურა, რომ ეს იყო რეალურად მისი ხმა. სავარაუდოდ ეს არის ჩემი ხმა, ესეთი რამ თქვა მან წინა სასამართლოს სხდომაზე. თუმცა ირაკლი გებუაძის პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა, მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და იმის მიუხედავად, რომ მას როგორც მზია ამაღლობელი, ასევე საპროტესტო აქციაზე, პროევროპულ აქციაზე დაკავებული სხვა პირები არ დანაშაულებენ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში, ამის მიუხედავად გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის და მათ შორის არც ირაკლი გებუაძის, უფრო მეტიც ირაკლი გებუაძეს არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება იმისთვის, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. დღევანდელ სასამართლო განხილვას ესწრებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის თქვენ კარგში ხედავთ ნიკა გვარამიას, რომელიც ესწრება დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას, ასევე ჩვენ
ვესაუბრეთ ხომის დაწყებამდე თავისუფლების მოედნის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს, ისიც ესწრება დღეს მზიამაღლობელი საქმის განხილვას. ჩვენ ასე მოვისმინეთ ელჩების შეფასებები თუ რატომ დაინტერესდნენ ისინი მზიამაღლობელი საქმით. ჩვენ მოვისმინეთ მათი განმარტებები სხდომის დაწყებამდე და სხდომის შემდეგაც მათ ვკითხავთ მოსაზრებას. ჩვენ დღეს მოვისმენთ მათ შორის ელჩებისგან პირდაპირ მინიშნება ამ საქმის პოლიტიკურ შინაარსზე და ასევე განაცხადი იმაზე, რომ მზია საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატია არის საფრთხეში. მაგალითად მე წაკითხავთ ციტატას ლენა შილინგის, ის არის ევროპარლამენტარი, ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რომელიც ესწრება მზიამაღლობელი საქმის განხილვას. და მან თქვა, ვიდრე სტომათ დარბაზში შევიდოდა, რომ მზია საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, რადგანაც ეს პოლიტიკური საქმეა. უმეტეს ქვეყანაში ეს სამართლის საქმე არ იქნებოდაო, ასეთია ლენა შილინგის კომენტარი. მან ეს უთხრა ბათუმელებს, ვიდრე სასამართლოს ხდომა დაიწყებოდა. დღევანდელ სასამართლოს ხდომას ეისრება როგორც ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი, ასევე შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი, ასევე ესტონეთის ელჩი მარდისალუ კაჰარი და გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიცაც თქვენ ახლა ხედავთ სასამართლოს ფოიეში. ასეთი ემოციურობა ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გრძელდება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. ეს არის არსებითი განხილვის მორიგის ხდომა. დღეს როგორც უკვე გითხარით და ვინც ახლა შემოვარდა ჩვენს Facebook ჩართვას, გეტყვით რომ დღეს ექსპერტის ჩვენება მოისმინა მოსამართლე სახალაშვილმა. ექსპერტის დასკვნა არის ძალიან კაფიო, რომ არანაირი დაზიანება არ მიუღია ირაკლი გებუაძეს სილის გაწვნის შემდეგ პირიქით თავად მზიამაღლობელს დაუფიქსირდა დაზიანებების სხეულზე. თქონდა სასამართლო განხილვას ესწრებიან როგორც გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, ვისაც თქვენ ახლა ხედავთ კადრში, ასევე ესწრება ესტონეთის და შვედეთის ელჩები და ესწრება ევროპარლამენტარიც კი, რომლის შეფასება ძალიან კატეგორიული იყო. მან ის დაგველაპარაკა ჩვენ მდიდრე სხდომა დაიწყებოდა და მან თქვა, რომ მზია საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატია საქართველოში არის საფრთხეში, რადგანაც ეს საქმე არის პოლიტიკური, ასეთი იყო ევროპარლამენტარის კომენტარი. ვიდრე შევიდოდა მზიამაღლობელის საქმის განხილვაზე, სასამართლო პროცესზე. მანდატურების ხმა ისმის, რომ ახდება მზიამაღლობელი საქმის განხილვა.
როგორც ახლა ხანს გავიგეთ, უკვე პეტერ ფიშერი აღარ გუნდება სასამართლოს ცნობით დარბაზში შესვენების შემდეგ ის უკვე ტოვებს სხდომას. ეს არის გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, დღეს როგორც გერმანიის, ასევე ესტონეთის და შვედეთის ელჩები ესწრებიან მზიამაღლობელი საქმის განხილვას, ასევე ევროპარლამენტარი ესწრებოდა მზიამაღლობელი საქმის განხილვას. გრძელდება არსებითი განხილვის სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს მოისმინა მოსამართლემ ექსპერტის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება. მისი ექსპერტის შეფასება არის ძალიან მკაფიო, რომ ირაკლი გებუაძეს არ ქონია სხეულზე რაიმე სახის დაზიანება. როგორც ცნობილია, მზიამაღლობელს ჟურნალისტს ედავებიან სილის გაწვნის გამო პოლიციაზე თავდასხმას, ორთასეთი ბრალდება, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თქვენ შეგიძლიათ პეტერ ფიშერთან ბათუმელების ვრცელი ინტერვიუ ვნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე. გუშინ სტუმრობდა სწორედ გერმანიის ელჩი საქართველოში გამოცემა ბათუმელებს და შეგიძლიათ ვრცელი ინტერვიუ, მათ შორის მისი პოზიციები მზიამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით ნახოთ სწორედ ჩვენს Facebook გვერდზე, ასევე მისამართზე ბათუმელები.g. ისე საუბრობა ჟურნალისტს, მე ვეცდები კიდევ ერთხელ ცადოთ მისგან კომენტარის მიღება, თუ ეს იქნება შესაძლებელი. ის დაგველაპარაკა დღეს როგორც პროცესის დაწყებამდე და თქვა, რომ ეს ინტერესი არის განსაკუთრებული, რადგანაც მზიამაღლობელი არის გამორჩეული ჟურნალისტი და ყველა შემთხვევაში საქმე ეხება ჟურნალისტს და პრესის თავისუფლებას, ის ინტერესდება მსგავსი საქმეებით. და მზიამაღლობელის საქმე არის ტესტი პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში, ასეთია პეტერ ფიშერის შეფასება და დამოკიდებულება მზიამაღლობელის შემთხვევის მიმართ. დღეს მზიამაღლობელის საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ესწრება როგორც გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, ასევე ესტონეთის და შვედეთის ელჩები. ასევე ესწრება საქმის განხილვას ევროპარლამენტარი, რომლის პოზიცია და შეფასებაც დღევანდელ პროცესის დაწყებამდე იყო ძალიან მკაფიო. მან თქვა, რომ ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რა საჩვენებს მზიამაღლობელი საქმე თქვენთვის, მან გვიპასუხა, რომ მზიამაღლობელის საქმე აჩვენებს იმას, რომ დემოკრატია არის საფრთხეში, რადგანაც ეს არის პოლიტიკური საქმე, ასეთი იყო ევროპარლამენტარის შეფასება. ჩვენ მან გაგვიკეთა კომენტარი, ვიდრე სასამართლო სხდომა დაიწყებოდა მზიამაღლობელი საქმის განხილვა. თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო კომენტარი ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე, ბათუმელების Facebook-ზე. უკეთ გამოცხადებული იყო შესვენება და გაგრძელდა ისე მზიამაღლობელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს არსებითი განხილვის მორიგი სხდომა, სადაც ისევ იკვლევენ პროკურატურის, ანუ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. დღეს მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა პროკურატურამ, ეს იყო ექსპერტი, რომელიც შეისწავლა
ირაკლი გებუაძის სხეულზე იყო თუ არა რაიმე სახის დაზიანებები და ექსპერტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ არანაირი დაზიანება, არანაირი ჯანმრთელობის დაზიანება ობიექტური გარემოებებით არ აღენიშნებოდა ირაკლი გებუაძის ბათუმის პოლიციის უფროს. თუმცა მას რაიმე სახის ჯანმრთელობის ზიანი არ მიდგომია სილის გაწვნის გამო, რომელსაც ედავებიან ახლა მზია ამაღლობელს, თქვენ იცით რომ სილის გაწვნის ფაქტზე ამ სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას. ხოლო რაც შეეხება ირაკლი გებუაძის კიდევ ერთ განაცხადს, რომელიც მან თქვა სასამართლოს ხდომაზე, როცა ის დაკითხეს, მან თქვა რომ ტკივილი განიცადა სილის გაწვნის დროს, ექსპერტმა თქვა რომ მისთვის შეუძლებელია ამის შეფასება, რადგან ობიექტური გარემოებებით ამის დადგენა განიცადა თუ არა ადამიანმა ტკივილი არის შეუძლებელი და ეს არის სუბიექტური აღქმა. სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი გებუაძემ, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ, ის ახლა უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა. სხვადასხვა საინტერესოა ერთი გარემოება, რომ ირაკლი გებუაძემ თავად დაადასტურა ის, რომ როცა მზია ამაღლობელი დააკავეს და გადაღებული ამ დროს ბათუმელმა გადაიღო ამის ამსახველი უწყვეტი კადრი არსებობს და ამ კადრებში ჩანს ისმის უფროსურად ირაკლი გებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სისხლით დაიჭერს, ან ემუქრება მზია ამაღლობელს და ასევე აგინებს მას და ირაკლი გებუაძემ დაადასტურა, რომ ეს სავარაუდოდ მართლაც მისი სიტყვებია. თუმცა ირაკლი გებუაძის პასუხისმგებლობა არავის დაუსვამს, ისევე როგორც იმ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე, რომელიც ილაპარაკეს პროევროპული აქციის მონაწილეებმა, რომ ირაკლი გებუაძე მათზე დაკავების შემდეგ იძალა და სახეში ფეხი ჩაარტყა, ან სახეში შეაფურთხა, ან თავი კედელზე მიარტყმებინა, სწორედ ასეთი კომენტარები მოვისმინეთ ჩვენ საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან, რომლებიც დააკავეს 11 იანვრის აქციაზე და არ მხოლოდ ამ დღეს, სხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულებიც არ დანაშაულებენ ირაკლი გებუაძეს ძალადობაში, თუმცა არც ერთი ამ შემთხვევის შემდეგ გამოძიება არ დასრულებულა და არც კი შეუჩერებიათ ირაკლი გებუაძის უფლებამოსილება. ის ისევ ბათუმის პოლიციის უფროსია და მე შეგახსენებთ, რომ კანონის მოთხოვნა არის ის, რომ უნდა ჩადარდეს მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება, ხოლო ობიექტური გამოძიების აუცილებელი პირობაა ის, რომ ასე არ კონდეს ზეგონელის მოხდენის საშუალება რომელიმე თანამდებობის პირს და ბათუმის პოლიციის უფროს მგონი არ ჭირდება გამარტება, რომ ექნება გავლენა გამოძიებაზე და ჩვენ ხედავთ კიდეც ამ შედეგს, რომ ამ დრომდე არაერთი პოლიციელებისგან ჩადენილი არაერთი ძალადობის მიუხედავად არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა, მათ შორის არც ირაკლი გებუაძეს არ უგია პასუხი. Ora
საქართველოს უნდა რომ სიცოცხლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის დღეს თქვა ექსპერტმა სასამართლოს ხომაზე ირაკლი დგებუაძის შესახებ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზიამაღლობელის პროცესზე ბრალდების მხარის მოწვევას სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი დაიკითხა. ამ ექსპერტმა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის და მზიამაღლობელის სამედიცინო ექსპერტიზების შესახებ ისაუბრა. როგორც გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, ირაკლი დგებუაძის სასამართლოს სამედიცინო შემოწმებისას დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამავე ექსპერტიზის თანახმად მზიამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა რომელზეც სისხლი აჟღენთები როგორც ხედავთ არ მოგესმათ დაზარალებულად ვინც არ მიჩნეოდა პროკურატურის მიერ მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და ბრალდებული მზიამაღლობას აღენიშნებოდა პირიქით სისხლი აჟღენთები. მე გეკითხავთ ციტატას 12 იანვარს ირაკლი დგებუაძე ჩემს წინაშე წარმოდგენილია პირადად ექსპერტიზა დაიწყო 14 საათსა და 24 წუთზე ჩატარდა აღნიშნული პიროვნების სხეულის გარეგნული დათვალიერება ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ირაკლი დგებუაძე სასამართლოს სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმელი დაუფარო მიდამოებში მექანიზმით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. იმავე დღეს წარდგა მოქალაქე მზიამაღლობელი 15 საათსა და 24 წუთზე, რომელსაც ასევე ჩაუტარდა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა ვიზუალურად დათვალიერდა მზიამაღლობელის სხეული, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მზიამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლი აჟღენთები, განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა. მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძის დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, პროკურორმა მას კითხეს ქონდა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროს ექსპერტიზაზე მიყვანისას ვიზუალურად შესამჩნევი სიცოცხლის სახეზე. პროკურორის პასუხად სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, რომ სიცოცხლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის და არც ის ახსოვს აღენიშნებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარებისას ირაკლი დგებუაძის სახეზე სიცოცხლე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიცოცხლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არაა. გეკითხავთ ამ ექსპერტის ციტატას. სიცოცხლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანია უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა იმ დროს ექსპერტიზის ჩატარებისას აღენიშნებოდა თუ არა სიცოცხლე არ მახსოვს, რომ ყოფილიყო არ მგონია რომ იმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა. ამასთანავე ირაკლი დგებუაძე
ექსპერტის ჩატარების დროს, როგორც ამას ექსპერტი ამბობს, მარჯვენა ყურის არეში სუსტ ტკივილს ურჩიოდა, თუმცა არ მიუთითებია, რის გამო ჰქონდა მას ეს ტკივილი. პროკურორმა ექსპერტს ასევე კითხა, შეიძლება თუ არა ირაკლი გებუაძეს მზიამაღლობელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი განიცადა. პროკურატურის ამ კითხვაზე განრიდება მოითხოვა მზიამაღლობელის ადვოკატმა, ვინაიდან დაცვის მხარის თქმით, ამ საკითხზე ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია და ეს კითხვა არც გამოძიებას დაუსვამს. ექსპერტის კიდევ ერთი ციტატა, რადგან ტკივილის მცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური მცნება, სუბიექტური ჩივილი. შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია. შესაბამისად, ვერც უარყოფთ და ვერც დავადასტურებთ აღმასვლელი პიროვნება ირაკლი გებუაძე, რამდენად სუსტად გადმოსცემდა ტკივილთან დაკავშირებით, განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა. აქ პერადულად როგორც ხედავთ, შეძახილები, მოქალაქეები კონკრეტული შეძახილებით მიმართავენ მოსამართლეს თავისუფლება მზიას. თქვენ ახლა გესმენთ ლარა ქარციოაძის ამ სტუდენტის შეძახილიც, კითხულობს როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, წიგნი, რომელიც ეჭირა მზიამაღლობელს ხელში პირველ სასამართლოს ხომაზე, როცა მას აკვდი ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ზომა პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. კონდოლ სასამართლოს ხომას ესწრებიან როგორც ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ეს გახლავთ ავსტრიელი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი. ასევე ესწრებოდა ეხლა შესვენებაზე დატოვა პროცესი გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა. ასევე ესწრებიან ანა ლიბერგი შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ კაჰარი ესტონეთის ელჩი საქართველოში. ასეთი ვითარება ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება ისევ პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს პროკურატურა მხოლოდ 1 წუთს წარმოადგენს სასამართლოში და ძალიან მკაფიო აღმოჩნდა ამ ექსპერტის შეფასებები. მან თქვა, რომ არანაირი დაზიანება არ ქონია ირაკლი გებუაძეს. არანაირი ჯანმრთელობის დაზიანება მას არ მიდგომია, როცა მას ჩაუტარდა ექსპერტიზა და ჯანმრთელობის შემოწმება 11 იანვარს, მაშინ როცა დააკავეს მზია ამაღლობელი და ჯანმრთელობის დაზიანება პირიქით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მზია ამაღლობელს. Excuse me, can you say something after process? So I observed. What was important for you? What I saw was a lot of detailed discussion, and I followed for more than 1 hour the question whether redness in the face of a policeman indicates an injury and or pain. Yes. And the medical expert said it doesn't indicate anything. That's what I followed. A bunch of technical things. In the meantime, I saw an accused woman standing in a glass cage. Thank you. Thank you so much. ეს იყო გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი. მან გითხრა, რომ ის ინტერესით უსმენდა ექსპერტს, რომელიც დაიკითხა სასამართლოში, რომელიც მისცა ჩვენება, მათ შორის ამბობდა იმას, რაც თქვა ექსპერტმა, რომ არანაირი დაზიანება არ უნახავთ მათ ირაკლი გებუაძის სხეულზე, ხოლო სიწითლე, რომელიც დააფიქსირა ირაკლი გებუაძემ, ობიექტური გარემოებით ვერ შეფასდება რეალურად განიცადა თუ არა ტკივილი ირაკლი გებუაძემ.
პეტერ ფიშერი ახლა საუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მალხაზ ჭკალდუას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელს. მე აქვე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პეტერ ფიშერთან ვრცელი ინტერვიუ ბათუმელების გვერდზე, ის გუშინ სტუმრობდა გამოცემა ბათუმელებს და ვრცელი ინტერვიუ ბათუმელებთან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების Facebook გვერდზე. უკვე დატოვა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ეწრებოდა ის და მისი გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის ტესტი საქართველოში, მათ შორის ქართული ოცნებისთვის, პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში, რადგანაც როგორც გერმანიის ელჩი განმარტავს, თუ საქართველოს სურს, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი მოთხოვნა სწორედ არის პრესის და გამოხატვის თავისუფლება. ხოლო ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს საპირისპირო, საწინააღმდეგოსო, ესეთი რამ ბრძანა მან ჩვენთან ინტერვიუში, გუშინ სტუმრობდა გამოცემა ბათუმელებს და ბათუმელებთან ვრცელი ინტერვიუ გერმანიის ელჩთან საქართველოში პეტერ ფიშერთან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Facebook გვერდზე, ან ასევე ჩვენს ინტერნეტ გვერდზე ბათუმელები.gi. ამ დროისთვისაც გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოწმეების პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა. Я querido. გერმანიის ელჩმა საქართველოში დღეს მისცა ინტერვიუები და მას ჰქონდა შეფასებები არა მხოლოდ ქართული მედიისთვის, არამედ საერთაშორისო მედიისთვის და მათ შორის როგორც ახლა ხვდები, მას სწორედ ამისთვის უღებენ ფოტოებს ძველ ბათუმში. გრძელდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, ისე პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევენ. დღეს მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა პროკურატურამ, ეს იყო ექსპერტი, რომელმაც თქვა ცალსახად, რომ არანაირი დაზიანება ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონდა სხეულზე, არ აღენიშნებოდა სხეულზე და ასევე ობიექტური გარემოებებით ვერ დგინდება განიცადა თუ არა ირაკლი დგებუაძემ საერთოდ ტკივილი. პირიქით ამ საქმეში ვინც არის ბრალდებული, ანუ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მას აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები. რას ნიშნავს ეს თქვენ შეგიძლიათ თავადაც გქონდეთ თქვენი შეფასება, რაც თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს აჩვენებს მგონი ძალიან ბევრ რამეს თავად ამ საქმეში. ჩვენ აუცილებლად დაგებრუნებით სიახლეებით, თქვენ შეგიძლიათ ესწრებოთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi და net gazeti.gi, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.